მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვახ რეაქტივის დროს მიტყდება ეს ხოლება. ვაგრძელებთ მძიმე დანაშაულს და სიმართლე გითხრათ ბევრი დრო არ მაქვს, კომპიუტერი მაქვს 53%-ზე და დენი არ მაქვს რომ დავტენო, ამიტომ ცოტა ცუდ მდგომარეობაში ვარ. უბრალოდ განათება მაქვს ახლა დაწეული და რავი, თუ ზავს ყოველ შემთხვევაში ცოტა ცუდად კი ჩანს, ჩემთან სერია თვითონ, მაგრამ რას ვიზამთ, არ მინდა რომ გამეთიშოს გადაღების დროს, ჯერ ვინც ის დენი როდის მოვა და მერე ნახოთ დრო როდის მექნება სხვა დროს ამდენი ვიდეოს გადასაღებად, იმიტომ რომ კიდევ ორი მაქვს სამის მერე გეგმაში. ასე რომ ხო, წინა სერია ძალიან კარგი იყო. ანუ სამხილები მოუშორეთ, თუმცა რაღაც დარჩა კიდე იმ სურათზე, რაც ეწერა გას. არც კი დავინტერესებული ვარ სიმართლე გითხრათ მაგის მერე. განა არ დავინტერესებული ვარ, არ გამხსენებია რომ მენახა. ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა სავარაუდოდ გაახმოვანებენ რა. ასე რომ ხო. თან მე მგონი არც ჩანდა კარგად. დავიწყოთ მაშინ, დრო აღარ დავკარგოთ, მძიმე დანაშაული. ის ხო ჩართულია, მაგის გამორთვა არ შეიძლება. კი, ბოდიშით შეთქვით სხვა სერია ჩავხდე. ყოველთვის ეს რატომ მემართება ამ ბოლო დროს. მძიმე დანაშაული მეხუთე სეზონის მეორე სერია. მადრიგალს 3-2-1 დავიწყეთ. თაფლის მდოგვი. კვლევითი დეპარტამენტის ინსტრუქციის მიხედვით ეს არის უფრო ტკბილი ფორმულა ამერიკის ცენტრალური დასავლეთისათვის. სიტკბო გაიზარდა 14%-ით, იმის მიუხედავად, რომ 2.2%-ით ნაკლებ თაფლს მოვიხმართ და ეს ყველაფერი დავაბალანსეთ ფრუქტოზის მაღალი შემცველობის სიმინდის სიროპით. ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგით. ეს კი ახალი კონცეფციაა, ნახევრად ფრანგული სპეციები და ნახევრად სანჩის соуსი, რასაც საბოლოოდ ფრანჩი დავარქვით. მაგრამ იმედს ვიქონიებთ, რომ ჩვენი მეგობრები მარკეტინგის დეპარტამენტიდან უფრო მეტად მიმზიდველ სახელს მოიფიქრებენ. რამე მოსაზრებას ხომ არ გამოხატავთ ფრანჩის შესახებ? იქნებ ძალიან ცხარე გაჯუნი. ესეც კვლავ განახლებული ფორმულაა, რომელიც მიღებულია იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კუჭის პოტენციური პრობლემები, რასაც ორიგინალი ფორმულა იწვევდა. შებოლილი ბარბიკუს მოსკვიტი, რომელსაც 3%-ით უფრო მძაფრი გემო აქვს და კეჩუპი. ეს უბრალოდ ბოლო კეჩუპია. უბრალოდ ამას რა ხდება გამაგებინით? ჰერშულერ ისინი დაბრუნდნენ. სამნი არიან. უთხარით რომ მალე გამოვალ. მადლობა ფრაუ ტრომელ. გერმანელები არიან. ხო? წადი. Madrigal, Madrigal, ჯერჯერობით ვერ ვიტყვი რომ ხდები რაში ასაქმე. Los Polos Hermanos. ეს წარსულია? არ ხსნიან ხო? ნუ იმიტომ რომ სადღა არსებობს Los Polos Hermanos. ისე ჩანს გეგონება ვინმე ჩვენი ნაცნობი პერსონაჟი უნდა მოხდეს.
ფოტო ეს ამ ტიპთან ქონდა? ჩემ. კი ვერ ან მაგასაც არ დავკურვებული ვარ. მე წავა უბრალოდ. იცის რაღაც კაცის შესახებ. Herr Schuler, მან ხართ? დიახ. Frau Trommel. ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ ის კაცები დაჟინებით მოითხოვენ თქვენს ნახვას. შესაძლოა. Herr Schuler, Herr Schuler, მე უფროსი ინსპექტორი კუნცი ვარ. თუ შეიძლება თქვენთან ლაპარაკი მსურს. შეგიძლიათ საფინგურაშოდან გამოხვიდეთ. შესაძლოა. Herr Schuler. კარი გააღეთ ახლავე. Herr Schuler. გააღეთ. Herr Schuler. Herr Schuler. ნახონ ის Herr Schuler. გახმოვანებულია აჭარანის ასე არ ვარ ახლა რა თქვა. ვაუ. ღმერთს ფიცა ვარ ნელ-ნელა ვგიჟდები. მაგის გამო ყოველ ღამე ვათენებ, წევარ და ვფიქრობ, სად არის, სად წავიდა. არ შემიძლია, ხო ხდები? ჯესი. მომისმინე, არ ფიქრობ, რომ დიდი შანსია ლაბორატორიაში დაგივარდა. მაგაზე ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერ იმაზე რიცენზე? ქურთუკის ჯიბეში გედო, ხომ ასეა? ხო, ქურთუკი კიდე უჯრაში იყო ჩამოკიდებული, ამიტომ შეიძლება ის ღერი გადმოვარდა შენი ჯიბიდან და უჯრაში დავარდა. ახლა კიდე ყველაფერი დაიწვა, ამიტომაც ის ღერი აღარ არსებობს. არ ვიცი, ხო ხდები, დარწმუნებული ვერასდროს ვიქნები. შენ სახლში მოძებნე? ეს იკეთებს ახალს მისდევს, სახლში დაგივარდა, არა, ყველგან მოძებნე, გესმის? მანქანაში მოძებნე, ყველა კუთხე კუნჭულში ეძებე, ხო, რა თქმა უნდა, ვიცინე. 10 ჩემს სახლში, 10 მანქანაში და შანსი არაა უჯრაში ამოვარდნილიყო და სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ვიღაც ქუჩაში იპოვის და მე ხო ხდები რა მოხდება, არა, დარწმუნებით ვერაფერს სიტყვი დარწმუნებით. ჯესი. მაგას ვეხედით ფერდერში. ამივარდა იქ რომ ვიღაც უდანაშაულო პიროვნება ან შეიძლება ბავშვმაც კი იპოვოს, ხო ხდები ჯესი, მომისმინე? თავი ხელში აიყვანე, კარგი? აი რას ვიზამ ახლა, შენთან მოვალ და ორივე ერთად მოვძებნით, კარგი? და ფეიქს და ჩემი გაიგო. ანუ ვოლტმა არის ასე. ეს იმიტომ რომ ჯესისთვის ანუ პროსად ჯესის ვოლტისთვის არ ეკნა, ვოლტი არ მოეწამლა. რომ გაიგებდნენ რომ პროქს ასეთი რამ იქნა. მეჭრა. ან უბრალოდ სერიოზულად, იმიტომ რომ გასზე იფიქრა. ხო, იმიტომ რომ გასი ხო ბარდო რეცენზზე იფიქრა და. მანდარი ხნება. What a sweet answer, Spia.
აუ, ჩემი ყველაფერი 60. რამდენს ეწევი დღეში ჯესი? მაგრამ პრინციპში რამდენი დღეა გასული? ვოთიც პირველად ხედავს ამას. ეს რა ჯანდაბაა? ჩემი რობოტ მტვერსას სრუტია. უკვე შევამოწმე. როდის? ერთი კვირის წინ. ნუ, იქვე იქნება. ღმერთო. ვაიმე. კარგი, ნელა ფრთხილად ამოიღე. მანახე. თელია? ხო. კარგია. მორჩა აღარ ინერვიულო. წავალ მოვაშორებ. მაგრად გაგვიმართლა. კი. ბოდიშით მოვახავე. ბოდიშით ეს დენილო არ არის ცოტა კავშირის პრობლემებია და 3-2-1 გავაგზავნეთ. მან ესეც გავითრიე. შოკოლადის სოკოები. შენი არ ვიცი, მაგრამ მე ლუდს დავლევდი. გააქვს ლუდი? ჯესი? კინაღამ მოკალი. კარგი, მოიცადე. კინაღამ მოკალი, რადგან მაგრამ მომისმინე. მართალი იყო. უბრალო გაუგებრობა იყო და მეტი არაფერი არ არა, ჯესი მართალი იყო. არ ვიცი, რამ ჭირს, ბატონო ვაით, გეყოფა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ესეთი დებილი ვიყო, გეყოფა ახლა, კარგი. არა და დებილი არ ხარ. მართალი იყავი. ძალიან წუხვარ. არა უშავს. ყველაფერი კარგად არის. მისმინე. რაც მოხდა, ყველაფერი საუკეთესო შედეგით დასრულდა. გესმის ჩემი? არაფერს არ შეცვლიდი. მაგაში მართალია. და შენ ერთად მოქმედებდით. მაგაში მართალი ხარ. ზურგს ვამაგრებდით. აი ამან იხსნა ჩვენი სიცოცხლე. მინდა რომ ამაზე იფიქრო, როცა წინ წავიწევთ. როცა წინ წავიწევთ. ახლა იტყვის გასადილი უნდა დავიკავოთ, ხო? Marty. Aha. ბოლომდეც არ მოუჩა ჯერ ცვილობა. მადლობა რომ შეხვედრაზე დაგთანხმდი. გოლდი? აქ პარტნიორობაზე სალაპარაკოთ მოვედით. პარტნიორობა? ხო, თანაბრად გაყოფილი სამ კაცზე, შენზე, ჯესიზე და ჩემზე. რა პარტნიორობაზე ლაპარაკობთ? გადავწყვიტეთ ხარშვა გავაგზელოთ. აჰა. ხო ხტები, რატომაც არა? ვერ უარყოფთ რომ ჩვენი პროდუქტი ძალიან პოპულარულია. ბაზარი უნდა შეივსოს და ამჯერად არავინაა რომ შეავსოს. ძალიან ბევრი ფულის გაკეთება შეიძლება. რა თქმა უნდა, მე და ჯესის წარმოების კუთხე მოწესრიგებული გვაქვს. მაგრამ ამასთანავე საჭიროა დისტრიბუცია, მხარდაჭერა, ლოჯისტიკა და ეგეთი საკითხები. მაგალითად, გვჭირდება პრეკურსორის სტაბილური მიმწოდებელი. შენს გამოცდილებას და კავშირებს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან კარგად დაგვეხმარები. ეს თავისთავად იმას გულისხმობს, რომ სამუშაო ბევრია. ახლიდანაა ყველაფერი ასაწყობი და ორი აზრი არ არსებობს, რომ ჩვენი შემოსავალი შედარებით პატარა იქნება. ბოლოს და ბოლოს თავიდან მაინც, მაგრამ თვითოეული ჩვენგანი უფრო მეტს მიიღებს.
რადგან ახლა მფლობელები ვართ და არა უბრალოდ თანამშრომლები. რა თქმა უნდა. მადლობთ, მაგრამ არ მინდა. რა თქმა უნდა. მაიკი უარს იტყოდა. მაიკ, ყველა ვიცი რომ არ ვარიანტში. გაინტერესებ. ერთმანეთთან პრობლემები გქონდა. მაგრამ გირჩევ რომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, ემოციები გვერდზე გადადო. სწორედ ასე ვიქცევი. კი. შენ უსიამოვნება ხარ. წუხვარ რომ ეს ბიჭუნა ვერ ხვდება მაგას, მაგრამ მე ნამდვილად ხვდები. შენ დეტონატორი ხარ. ჩი, კაი. დანიშნული დროით. და მე არანაირი სურვილი არ მაქვს სადმე ახლოს ვიყო აფეთქების დროს. კარგი. დაფიქრდი. იქნებ გადაიფიქრო. ამასობაში ჩვენ საქმეს მივაწვევით. დიდი. კაი. გამარჯობა, ზემოთ რატომ არ ხარ? ჩამოვედი იქნებ რამე დახმარება ცოტა უჭირს სიარული ის. გასაგებია, მაგრამ არ მჭირდება. ხედავ, ძმაობ წინვალეა. ხო, ამ თემაზე ვმუშაობ. ჯერ მარათონზე ვერ გავდივარ. საერთოდ როდესმე თუ შეეძლო შენს ტახტის ფორმის ტრაქს მარათონზე სირბილი, შენით ვამაყობ ძმაო. ესე იგი, რამდენი მანქანა გყავს? საკმარისი რომ პოლონეთს შეუტიოთ. საკუთარი G5-ით მოვიდნენ. ზუსტად ისეთი ოფრას რომ ყავს. G5 ხო? ეგ რომელია? ასე რომ აქვს ფარები? ვფიქრობ, ყველა ეგრე აკეთებს. ყველა სამშე შეერთებული შტატების 2 რწმუნებულია მოსული. დიდი ამბებია, შენს სახელს ხშირად ახსენებენ. ინტერნეტი გამეთიშა, ხო? მოკლედ ვაგრძელებთ. დენის პრობლემა იყო ისე, მოგებჭირეთ უფრო უარესი და მეორე დღეს ვაგრძელებთ. 3, 2, 1. ვფიქრობ, ყველა ეგრე აკეთებს. ყველა სამშე შეერთებული შტატების 2 რწმუნებულია მოსული. დიდი ამბებია, შენს სახელს ხშირად ახსენებენ, მართლა? ხელი მომკიდე, კი? პიტერ შულერი 1992 წელს ავიყვანე სამსახურში. ფაქტიურად ერთპიროვნულად შეძლო პატარა რესტორანი დიდ ინდუსტრიულ ლიდერად და საკუთარი სიამოვნების წყაროდ გადაექცია. მე შოკირებული და დამწუხრებული ვარ მისი სიკვდილისაგან და ასევე გარისხებული ჩემი ბაბუის კომპანიაზე მიყენებული ზარალის გამო, რომელიც მის ქმედებებს მოჰყვა. საეჭვო მოქმედებებთან გვაქვს საქმე, დიახ. უზანაშაულო კაცი თავს არ იკლავს. მე ჩემს ხალხთან ერთად დასახმარებლად ვარ მოსული. ეგეც მართალია. თქვენი გამოძიების მიმდინარეობისას რომ თავს არ იკლავს უზანაშაულო კაცი. ამ შემთხვევაში ვაღიარებ ეგოისტური მიზნების გამაჩნია. ჯერა პიტერ შულერი მარტოსული ანომალია იყო, მაგრამ თუ ეს ასე არაა, მაშინ ამის შესახებ როგორც თქვენ ასევე მეც მინდა ვიცოდე. საინტერესოა. როდის უნდა გამოაცხადო? კიდევ არ ვცობთ გასის ამბავს. ალბათ მაშინ, როცა მუყაოს ყუთით დავიზრები აქედან. ეგრე არ შეიძლება. კარგად იცი, რომ დიდ სვეულებას მოგიწყობ. აბა რა, აქაურობას გადავდგამ. სტილი вообще მეუცდაურება ახლა ასეთი ახალი სტილი. და შენ თვითონ მოგესმინა. მაგრამ გონი ზარალი უკვე მიყენებულია. არ არიან მართლები შენ რო გაბრალებენ. ვიღაც ხომ უნდა გაიწიროს. რემი კარგი კაცია. შენთან კარგად იმუშავებს. ამის გარდა განყოფილება ფაქტიურად თავისით მუშაობს. მე ასე არ ვფიქრობ. სერ. ალბუკერკეს პოლიციის დეპარტამენტში მომხდარზე რა ისმის? ამბობენ, რომ ფრინგის ლეპტოპთან არის დაკავშირებული. როგორც ჩანს, მომხდარიდან რამდენიმე დღით ადრე სერჟანტ საფოსტო ინსპექტორმა დაურეკა და უნდა ცოდნოდა თუ სად ინახავენ ლეპტოპს. და მანაც უთხრა, ღმერთო. რამე დარჩა იმ ლეპტოპისგან? ნამსხვრევები. ასეთი ღბლიანებს გავართ. მე შევძელი ლეპტოპის შემოწმებინა, სანამ პოლიციის დეპარტამენტმა წაიღო ფრინგის ოფისიდან. ყველაფერი დაშიფრული იყო. მაინც ვერანაირ ინფორმაციას მიიღებდნენ, მაგრამ
ესე იგი ჰექტორ სალამანკამ მოკლა ფრინგი. კი. მაგრამ ვინ მისცა სალამანკას ბომბი? აჰა. ძალიან სვეტში. ბევრი კითხვა იბადება, მაგრამ არც ისე ბევრია პასუხების გზები. ჯერჯერობით. პოლიციის დეპარტამენტმა იპოვა ფრინგის აქციები ფინანსურ კომპანიებში. ამას შეიძლება რაღაც შედეგამდე მიგვიყაროს. ნუ ერთი ეგ არის ხო? ეს ფრინგი სტუბრად იცის. დავყოლე. ჩვენ საჭმელს ვამზადებდით უკანა ეზოში. ჩემი ვაჟი სიმინდს ვწკვნიდა. ჩემი ქალიშვილი კარტოფილს ჭრიდა. ფრინგმა თევზი მოიტანა. ყოველთვის როცა შამფურზე ვწვავ რამეს, პატარა ფოლკაში ვახვევ. მან მასწავლა. მთელი ღამე ვიცინოდით. ყვებოდით ამბებს, ვსვავდით ხვით. აჰა. და თურმე სრულიად სხვა პიროვნება აღმოჩნდა. კი. ჩემ პირდაპირ. ცხვირწინ. შენ ის მაიგია? ჯერ ვაფშე ამ სათვალით ერთი 80 წლის კაცს გავდა. გავს. აუ, ეს ის გოგოა. დიეს თერო იყო, არა? და მაიკის უკან დაჭდა. გამარჯობა. რა მოგართვათ? გვირილის ჩაიქხოთ. წუხვარ არ გვაქვს. მაშინ ბერგამოტის იყოს. სოიოს რძე მირჩევნია. არ გვაქვს სოიოს რძე და არც ბერგამოტის ნაირსახეობები. ჩემს მოთმინებას ცდით? ინგლისური საუზმე იყოს მაშინ. ჩვენ ლიპტონის ჩაი გვაქვს. მეტი არაფერი. ჭიქა მინდა ცხელი წყლით სავსე, გაფილტრული თუ შესაძლებელია ლიმონის ნაჭერი. სტევი არ გაქვთ ალბათ ხო? დაივიწყეთ, ჩემი მაქვს. შენ გადმოხვალ თუ მე გადმოვიდე? აჰა. პირისპირ ვისაუბრო. მე მგონი მე გადმოვალ შენთან. ამოისუნთქე. ეს უსაფრთხო ადგილია, ვერავინ დაგინახავს. მერტე ჩემო, დუიენ. მადლობა. გასაოცარია, როგორ ვერ დაგინახე ჩემს უკან მჯდომი, რა უცნაურია. კიდევ რამეს დაიმატებ, მაიკ? არა. მადლობა, ფრენდ. კი, ცოტა საუდებელია ახლა. სათვალე რომ მოვიხსნათ რა ხდება. მგონია რომ ჯეკი ონასის ვესაუბრები. აი ასე. აი, სათვალე უხდებოდა. შეისუნთქე, გამოისუნთქე. აქენ დაბახტობა. დალიერასაც ვარ. ვინ მოკლა გასი? მაგაზე რომ გითხრა უკვე არ ინერვიულობ ხო? ახლა კი მითხარით, ჩემგან რა გჭირდება და რატოა ასეთი მნიშვნელობა? რა შენ ხარული აგენტია თუ რა არის ეს? სია 11 ადამიანის. კარგი. იტანილების ყველას იცნობ. თუ დახოცილების. ამ 11 ადამიანს მე მგონი ეს უკვე იცი მაიკ, ამ 11 ადამიანს შეუძლია ჩაგძიროს შენც და მეც. ამის რისკმა გინდა? არაფრის კონკრეტულად. ვინც იცის. ეს ხალხი, შენი ხალხი, შენი და გასის, ამ ხალხს ხელფას უხდიდნენ საკმაოდ საჯაროდ. ისინი კვალს ოიოსზე აიღებენ და სამრეცხაომდეც მივლენ. მერე კვალს მადრიგალამდეც გაყვებიან და მათ პოლიცია და როცა დააკავებენ სამართლებრივი დევნით დაემუქრებიან. და აქედან მათ მხოლოდ ერთი გამოსავალი ექნებათ. ისინი არ ვამბობ რომ ყველანი. კარგი, მაგრამ 2-3 კაცი საკმარისი იქნება თუნდაც ერთი. ყოველთვის არის სუსტი რგოლი, ისინი ყველაფერს იტყვიან. ერთ-ერთი მათგანი მაინც ილაპარაკებს შენზე, ჩემზე. და მეტი არაფერი აღარ იქნება საჭირო. ეს ის 11 ადამიანია, ვისაც მე ვიცნობ, მაგრამ მინდა რომ შენც დაამატო. მაგალითად ქიმიკოსი. ვოლტი, ჯესი. რასაც არის ამს. შენ გინდა რომ ამ სიაში მყოფი 11-ვე ადამიანი მოვკლა. რაღაც ძალიან ისე ხო არ გამოვიდა? კი. არა, ეგ არ მithქვამს, მაგრამ თუ ფიქრობ რომ მასე აჯობებს? გეშინია ხო? კი. ხო. კი. აღელვებული ხარ.
შეშინებულია. პასუხში გავითვალისწინებ. ესენი ჩემი ბიჭები არიან და ისინი არ ტყდებიან. გასაგებია? ჩაუზერა სიტყვი საწყობში მისთვის ხელში სროლა არ მოგიწია ერთხელ შენი აზრით არ აა დაამარცხა. გიგი. დენისის სამრეცხაოში მაგაზე რა სიტყვი უეჭველი აიყვანენ უკვე აიყვანეს. დენისის ტიპია ხო? ჩემი ბიჭები არ ტყდებიან. მათ დიდი დაკვირვებით ვარჩევდი. ფრინკმა კი იმაზე იზრუნა, რომ მათ ყველას კომპენსაცია მიეღოთ ისეთი სიტუაციების შემთხვევაში, როგორიც ესაა. მათ ფულს უხდიან ბრძოლის ველზე დგომაში და ენაზე კბილის დაჭერაში და ისინი დააჭერენ. კარგია. არ ვიცი რანაირ ფილმებს უყურებ ხოლმე, მაგრამ აქ ნამდვილ სამყაროში 11 ადამიანს აკვлавთ პროფილაქტიკის მიზნით. შემომხედე და თქვი რომ გაიგე. გავიგე შიგა. ესე იგი დავივიწყეთ ეს სულელური იდეა. ძალიან კარგი. დალია შენი მდუღარე წყალი. საინტერესოა. უნდა წავიდე. სანაყრდი? კი. კარგი იყო. ეს ლინი ყოველთვის საუზბეში ჭამს. ნახვამდის, როცა ჩდება სერიაში. დედას შემაგირად დაემშვიდობე. კარგი. სასიამოვნო დღეს გისურვებ. ასევე. სკაილერ. ჰეი. ავტოსამრეცხაო 15 წუთში იხსნება. მარიანო გახსნის დღეს ჩემს მაგივრად ჰეი. ხომ არ ადგებოდი? მიდი. შხაპი მიიღე და გამოგაფხიზლებს. გამარჯობა ჩაო. ოპა. თავს როგორ გწნობ? კარგად. იცი ისინი მელაბარაკდნენ. აქ აკრძალულია მოწევა ჩაო. ჩინიკაი მაიკი იმენა. ჯერ ხვარც ისე იყო ნაზი და მერე ახლა გახდა მაგარი უხეში. ბრძანებისათვის დაბრძანით ბატონო ერმენტრაუ. ხომ ერმენტრაუ. კიდევ ერთხელ გითხავთ. თქვენ უარს ამბობთ დაკითხვისას ადვოკატის სკოლის უფლებაზე. ეს სწორია. ჩინიკაი. შეგიძლიათ კამერის წინ რომ განაცხადოთ? უარს ვაცხადებ ადვოკატის სკოლის უფლებაზე. კარგით, მაშინ ჩვენ სულ რამოდენიმე შეკითხვა გვაქვს. ამ ეტაპზე თქვენ დასაქმებული ხართ პოიოს ერმანოსის ქსელში, დიახ? და რითი ხართ კონკრეტულად დაკავებული კორპორატიული უსაფრთხოება? დიახ, ეგ რას ნიშნავს სპეციალურ სოუსს დარაჯობთ? და შრომლებზე ვიძიებ ინფორმაციას და ვამოწმებ მათ. ვკურირებ დანაკარგის პრევენციას. სულ დღე მუშაობთ ამ სწრაფიკვების ობიექტში. ჩვენ 14 ფილიალი გვაქვს, ასე რომ დიახ, სრული დღე ვმუშაობ. ხო, თქვენ ადგილას რეზიუმეს გადაგზავნას დავიწყებდი. აქ წერია, რომ კერძო გამომძიებელი ხართ. ლიცენზია გააქვთ? ნიუ-მექსიკო, არიზონა, იუტა. ყველა შტატში, სადაც ჩვენი ქსელია. კოლორადო? იქაც გაქვთ რესტორნები? კოლორადო არ ითხოვს ლიცენზიას. იარაღის ტარების ლიცენზია გაქვთ? მალულად ტარების? დიახ, მაქვს. რომელ შტატებში? უფრო მალე ჩამოთვლი, რომელ შტატებშიც არ მაქვს. და რომ გადავამოწმო ლიცენზიის ვალიდურობა, ყველაფერი წესრიგში იქნება. ვფიქრობ, თქვენ ეს უკვე გააკეთეთ, ასე რომ თქვენ თვითონ მითხარით. ვაუ. თქვენ ყოფილი პოლიციელი ხართ, ხომ ასეა? კი. სად? ისეთ საინტერესოა, რატო გადაწყვიტა რომ პოლიციელებისთვის თავი დაენებებინა? ფილადელფია. ფილი?
ძმური სიყვარულის ქალაქი. აღმოჩნდა რომ იმედია ახლა გასი რომ მკვდარია და ყველა ადამიანები არიან სხვები რაღაც დრამატულად დასრულდა. მაიქს დავუთმით მე დროს და გავიგებთ მეც მაგის შესახებ გინდათ ამაზე საუბარი. просто გასის ისტორია გავიგეთ მეოთხე სეზონში და ახლა მაიკის ჯერია იმედია ის უფრო მაინტერესებს თუ რატომ დანიშნა გას ფრინგმა შენნაირი ტიპი კორპორატიული უსაფრთხოების უფროსად. თქვენი გამოცდილების მქონე ადამიანი ამწევდეს ვიღაც მუწუკიან მზარეულებს ცოტა ზედმეტად მეჩვენება. კიდევ რას აკეთებდით ფრინგისთვის? ალბათ დახმარება სჭირდებოდა თავისი ნარკოტიკების იმპერიის სამართავად, არა? ნარკოტიკების იმპერია? პირველად მესმის მაგის შესახებ არაფერი ვიცი. ჩვენ მოწმე გვყავს, რომელსაც შეუძლია სასამართლოში თქვას, რომ თქვენ იყავით იმ ლაბორატორიაში, ასე რომ ამ მომენტიდან ეს ყველაფერი შეიძლება ან კარგად ან ცუდად გაგრძელდეს. აუ ისა ის ტიპი სამრიცხაოს კაცი ბორკილები დაგავიწყდათ? დავიბენი. დაპატიმრებული ვარ თუ არა? არა როგორც შანს კამერის წინ ხომ არ განაცხადებით? თქვენ არ ხართ დაპატიმრებული. ჯერჯერობით. აგენტებო, კიდევ გაქვს რაიმე კითხვა ჩემ მიმართ. იმიტომ რომ უკვე შემაწუხეთ ამ ყალბი ბრალდებებით. დაპატიმრებული თუ არ ვარ, მიჩვენია რომ წავიდე. ვფიქრობ შევძლებდით გვესაუბრა იმ $2 მილიონ, რომელიც თქვენი შვილიშვილის ანგარიშზეა. ხო, როგორც ჩანს, ფრინგს ოფშორული ანგარიშები ჰქონდა, სადაც ფულს რიცხავდა. რამოდენიმე ესეთი ანგარიში ჰქონდა და ყველა მათგანი მისი დასაქმებული სახელებზე იყო. ერთ-ერთი სამრეცხაოს მენეჯერი იყო, კიდევ ორი კაცი პოიოს სადისტრიბუციო ცენტრიდან. ქიმიური საწყობის მფლობელი და კიდევ რამდენიმე. ხვდები ალბათ ამათ სხვა რაღაცაში უხდიდა ფულს. ხო და ერთ-ერთი სახელი იყო კეილი ერმანტრაუტი. 10 წლის და ძალიან საყვარელი. ხო. 2 მილიონი და კიდევ ხურდები ვუყოვეთ ანგარიშზე. სხვებზე ბევრად მეტი. ჩემმა მეწყვილემ შეხედა და თქვა: "ჯანდაბა ძმაო, მეხუთე კლასელი გოგო ყოფილა ფრინგის მთელი კორპორაციის ზურგი." და ძმაო მეუთხარი ერთი წამით, ცოტა დამშვიდი. მეწყვილე ვიქნებ ეს მისი ძვირფასი მოხუცი ბაბუა. კი შტამბეჭდავია, არა? მაგრამ განჭვრეტის დონე არ არის გაოცებული. გომი, თვალწინ ხედავს როგორ ემშვიდობება იმ ფულს. ხო, ანუ სახელმწიფო წაიღებს მაგ ფულს ბოლო $1-მდე. თუ საქმე იმაშია, მაიკ, თუ მაიკლ, ბატონო ერმენტრაუტ. მოკლედ მაიკ. მოკიდე იმ ფულს. ხელი დანარჩენ 11-ზე იგივეს ვერ ვიტყვი. შენიანებიდან ერთ-ერთი ალაპარაკდება შენზე და მე ნამდვილად არ დაგვავიწყდება ბორკილები. სანამ ეგ დღე დადგებოდეს, შეგიძლიათ საკუთარ თავს დაეხმაროთ. შეგიძლიათ გითხრათ ყველაფერი რაც იცით. კიდევ ვინ არის ამ ხალხის გარდა და თუ მოგვეწონება თქვენი ამბავი. კარგი რაღაცეები შეიძლება მოხდეს. ამ ფულის ნაწილი შეიძლება კეილის დახდეს. შეიძლება. არანაირ ფულზე არ ვიცი არაფერი. არ ვიცი რაზე ლაპარაკობთ. მე მგონი ეთქობა რომ ეთქობა. მგონი ძალიან ეთქობა. ბიზნესის დასაწყებად ახალი მოსახარში ადგილის პოვნა. სანამ რომელიმე ახსენებდეთ, ვიტყვი რომ არანაირი ფურგონი არ გამაგონებთ. რა ვიცი, კრისტალის გემმა კარგად იმუშავა ჩვენთვის. კრისტალის გემი? ხო. ასე დავარქვი. კრისტალის გემი. დასაწყისისათვის ძალიან კარგი იყო, მაგრამ ძალიან ბნელი იყო და ძალიან პატარა. თან არავინ იცოდა რომ როდის გაფუჭდებოდა. ვიპოვე რამე თვალთახედვის არიდან მოშორებული ადგილი. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენად უსაფრთხო ადგილზე ვიმუშავებთ, მაგრამ არ მინდა ძალიან შორს იყოს, აღარ მინდა 80 კილომეტრი ვიმგზავრო. ქალაქში უფრო რთულია ისეთი ადგილის პოვნა, სადაც ხალხი არ მოძრაობს. თუ
თუ გასმა შეძლო, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია. პრეკურსორზე რას მეტყვი? როგორი ადგილია? ვიცი რა, მეთილამინი აკლია. არც არის გასაკვირი. აქ ხომ მშრალია ყველაფერი. რა სიტყვი ფსევდოზე რომ დავბრუნდეთ? ვარიანტი არ არის ჯესიკას. მეთილამინი მოიძებნება, ვიცი. ხო, მაგრამ იქნება არ არის, რადგან არ არის. სერიოზულად გეუბნები. არის. გქონდეს რწმენა. შეიძლება მე შემოგთავაზოთ აზრი? ვთქვათ, ტიპმა მოიგო ლოტარიაში $10 მილიონი. მეორე დღეს რას არ გააკეთებს ის აღარ იყიდის კიდევ ერთ ლოტარიის ბილეთს. დაითვლის იღვლიან ვარსკვლავებს და ზღვაში გაცურავს დიდი პატივისცემის მიუხედავად. ჯობია იგივენაირად მოიქცეთ თქვენს. კონკრეტულად რომელი ლოტარია მოვიგე? ცოცხალი ხარ? და ვფიქრობ ძალიან სერიოზულად გამარჯვებულიც. მე ცოცხალი ვარ და ხატაკი ვარ. ჯესის ვალი რომ ჩავთვალოთ 40,000-ით ბარზარალში. ფიქრობ ესაა მისაღები გასაჩერებელი წერტილი? ქუჩაში ოქრო ყრია, რომელიც ამკრებს ელოდება. მაგრამ მე უნდა დავანებო ამას თავი და ჯესიც ასე უნდა მოიცის ალბათ, ხო? ამჯერად მოგიგე. და შენ რატომ გაქვს 2 და მე 1? ეს ხომ ჩემია? გნებდები. თავის შვილიშვილთან ვაფშე სხვანაირია მაიკი. მოდია. კარგი, დაგნებდი. ძალიან მაგარი ხარ. გისმენთ? მე ვარ. 1 წუთით შეგიძლია მელაპარაკო? კი, 1 წუთი გაქვს. რა ხდება, ჩაო? ესა. ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციიდან დამირეკეს. უნდათ რომ მივიდე. არ მეკვირს ადვოკატს დაურეკე? კი, მაგრამ მაიკ მათ მთელი ჩემი ფული წაიღეს. მე მჭირდება ფული. ხო გესმის? და რა გინდა რომ გავაკეთო? არ ვიცი. უნდა შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. შეგიძლია ჩვენთან მოხვიდე? კარგი. 2 საათში მოვალ. იმედია ხდება რომ მახეს უგებენ. Ikapinda choice rodo. Bugün vakit şurup bakat kuya. კრის მინდა რომ იარაღი დააგდო იქ სადაც დგახარ და ძალიან ნელა შემოტრიალო. დაეკრე. მოდი ჩაუს გვერდით დაჭეჭი. Always put your
რამდენის გადახდას აპირებდა? 10,000-ის ერთ კაცზე. სიიდან რამდენი მოკალი უკვე? გადავწყვიტე შენგან დამეწყო. შენი სიკვდილისთვის 30,000 სიხდიდა. მომხდარის გამო ძალიან მწუხარ, მაიკ, მაგრამ ფული მჭირდებოდა. ფედერალებმა ყველაფერი წამართვეს, მაო. ვიცი. მზად ხარ? ისმინე, მაიკ. вообще არცეთი წამი არ დააცედა. ну მაიკ პრობლემა აქვს. კირა, მოდი ნამცხვარი ჭამე. ნამცხვარი? ხო, ნამცხვარი გვაქვს. აბა მოდი დავითვალოთ. რა ხდება? ვინ არის ახლა? აიგია კაც? ჟატომ? ამას შეხედეთ? რას აკეთებ? გამარჯობა, დედიკო. ოუ. რატომ არ გძინავს? უნდოდა რომ დაგლოდებოდა, მართლა? და ვინ არის აქ უფროსი? დელორეს, ის მაინც მითხარი რომ ვახშამი შეჭამა. რადაც არ უნდა დაგიჯდეს, გაიყვანა ესენი აქედან, თორემ მოკდებიან, გასაგებია? დელორეს, უნდა ვიბანაო, კირა ლოგინში დააწვინე და სახლში წადი, ხოლ გნახავ. მართლა არ გინდა რომ დაგელოდოთ? არა, წადი სახლში. მადლობა. ნახვამდის ლიდია. ლიდია. დედა. ლიდია. ეს სახელია. კი, ძვირფასო, ჯერ ვიბანავებ და მერე მოვალ. კარგი. მიყვარხარ. შარში ხარ, ლიდია. ჩემ შულს არაფერი დაუშავე. არ მომიწევს თუ არ იყვირებ. იცი რატომ ვარა? რა თქმა უნდა. რას ელოდები? ძიძის წასვლას. თუ რაიმეს თქმა გინდა, დროა უკვე. ну ახლა ეს რომ მოკლას ძალიან უხეში იქნება. შენ გამო ორი კარგი კაცი მოკლა. ну ერთი შენ მოკალი ცნობისთვის. სახეში არ მესრო ვქთხოვ. არ მინდა ჩემმა ქალიშვილმა ასეთი ნახოს. ო შენი ქალიშვილი ვერ გნახავს. ნახავს ის მიპოვის არასდროს წინოს. მაიკ, შენს კაცშვილი შვილი და რომ მოკლა. მოიცადე. რა თქვი? არა. მან უნდა მიპოვოს. ხმას დაუწიე. მან უნდა მიპოვოს. გინდა რომ შენი 5 წლის ქალიშვილი შენ გვამს დაეჯახოს? შენი კაცი, მაიკ. გაქრობა არ შემიძლია. უნდა იცოდეს რომ არ მიმიტოვებია. შუმადი ლაპარაკე. არ მაინტერესებს რასიზამ. ვიყვირებ და არ გავჩერდები. ჩემ შულს არ ვაფიქრებინებ რომ მივაგდე და მივატოვე. მოკეთე. და დაწნარდი. არ მაინტერესებს. უნდა დამპირდი. დამპირდი, რომ არ გავქრები. ისევ მიგიწდება ხელი მეთილამინზე. ну მე მგონი ახლა გავგო მაიკმა.
ისე თავისი შვილისგანია. შეგიძლია კიდევ ვიშოვო. შეიძლება. ანუ უნდა რომ ვოლტთან იმუშაოს შემიგა. აი, კაი დროს. დიახ. ისევ გეგმავთ რომ წინ წაიწიოთ. კი. კი, გეგმავთ. გადავიფიქრე საქმეში ვარ. ეგრე. ეგ არის ვოლტი, ჯესი, მაიკი საქმეში არიან. თავარია ხა ვოლტმა არ იფიქროს რომ მახეს უგებენ. გემრიელი საჭმელი გამოტოვენ. ლაზანია. ძალიან ეს გემრიელი. მთელი დღე აქიცვა? შეგინახე მერე თუ მოგინდება. მას არ იფიქროს. იცი უფრო მოგეშვება. პირდები რომ ეგრე იქნება. ახლა რაც გწნობ. ტედთან დაკავშირებით ყველაფერი გაიგეს. ნუ, იტყვიანეს. როცა რაღაცას კარგი მიზნით ვაკეთებთ. მაშინ არაფერი გვაქვს ანებიური. და არ არსებობს იმაზე კარგი მიზანი. მანეჯერი გავს. როგორც ოჯახი. გახმოვანებულია აჭარა შემიგა ისეც უნდა ისწავლები. აი, არ ვიცი რა. ეს ბოლო ორი სერია რაღაც სტაილები ძალიან მეწოდება. იმენა ისეთი შეგრძნება რჩება თითქოს რა ვოლტი არ ელაპარაკება ისე როგორც უნდა ელაპარაკებოდეს. ანუ ასეთი ამბავი მოხდა და რა ვიცი. ვოლტი ისე ლაპარაკობს თითქოს და ყველაფერი კარგად არის, გასიმოვკანით, ბედნიერები ვართ, და სკაილერი შეშინებულია. რავი. ანუ თითქოს და ადრე როგორც აწმარებდა რომ საფრთხეში არ ვართ და არ უნდა გეშინოდეს, ეგრე უნდა აკეთებდეს ახლაც, მაგრამ იქცევა ვაფშე სხვანაირად. არა, ვოლტი შეიცვალა ძალიან. მარტო ჯესის არ განუცდია ეს ცვლილებები და ევოლუციები და ჰენკს. ყველა შეიცვალა ფაქტობრივად აქედან. მათ შორის ვოლტიც. და არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო უარყოფით მხარეებს ხედავთ. მაგრამ რავი. ეს ლიდია საინტერესო პერსონაჟია. იმედია კიდევ ნახავთ. და არ მოკლავენ შემდეგ სერიაში როგორც იმ ტიპებს.
არა ხო. ზოგადად კაი სერია იყო, რავი, მე მომეწონა. ეს ბოლო მომენტები განსაკუთრებით მაიკის, ლიდიასი, ჰენკის არ კაც საინტერესოა. ასე რომ ხო. კაი სერია იყო, ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. და გემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დადოვეთ კომენტარები, გააქტიურეთ ზარი და გნახავთ სხვა დროს. შემდეგ ვიდეოში მადლობა ყველას. კარგად ბრძანდებოდეთ.